იაშვილის სახელობის ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში ეს პატარა ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ახალ 2011 წელს ოჯახთან ერთად კლინიკაში შეხვდება. მათთან სტუმრები ხშირად მიდიან და პალატაში სათამაშოებიც ბევრი გროვდება. ძველი ზღაპრების წიგნთან ერთად დღეს უკვე ახალიც აქვს. მართალია ჯერ კითხვა არ იცის, მაგრამ ახალსაც ასე მონდომებით გადაფურცლავს. წინა საახალწლო განწყობა და ახალი იმედიანი წლის მოლოდინი თითოეულ პალატაში იგრძნობა. აქ სტუმრის მოსვლა ყოველთვის ახარებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ისინი საჩუქრებით ხელდამშვენებულნი მიდიან. საქველმოქმედო ფონდი იმედის ხელი მძიმე სნეულებით დაავადებულ ბავშვებთან წინა საახალწლო განწყობის შექმნას შეეცადა. ვეხმარებით ამ ბავშვებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომელთაც მართლაც უჭირთ, შექმნილი არის ფონდი ამისთვის, მათ შეუძლიათ დარეკონ და ლარი ჩაირიცხება ანგარიშზე და ყველას ვეხმარებით. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დავითი და ნინო სამედიცინო ცენტრში სისხლის ჩასაბარებლად მოვიდნენ. ისინი სისხლის უანგაროდ გაღებით ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ მარაგის შევსებაში, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, მოუწოდებ რა ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც როგორ შეუძლია გაიღოს რა სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის და თითო წვეთის სისხლიც საკმარისი იქნება ალბათ რა, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები გარკვეულწილად დავეხმაროთ. მინდა დავეხმარო იმ ბავშვებს, ვისაც კი მჭირდებათ სისხლი, თუნდაც ჩემი რამდენიმე გრამის სისხლით. საქველმოქმედო ფონდი, რომელიც აქციას ბაბილინას თანაორგანიზატორობით ახორციელებს, მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.